ვაცილებთ ჩვენ საყვარელ მასწავლებლებს. და სწორედ აი ამიტომაც შევიკრიბეთ აქ. დღეს 14 ოქტომბერია. ცხედაობა. და ამავე დროს ოქტომბრის თვეში ვიცით ყველამ რომ ტარდება მასწავლებელთა დღესასწაული. ჩვენ ზუსტად მასწავლებელთა დღესასწაულზე გვინდოდა ამ ღონისძიების გაკეთება, მაგრამ რაღაც შემთხვევის გამო გადაიდო და დღეს მე ყველას ვინც აქ არის ვლოცავ მასწავლებელთა დღეს მცხეთაობას გისურვებთ წარმატებებს, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ყველა კარგად ვიყოთ. ამინ. ჩვენი სკოლის დირექტორი ქალბატონი დინასტიის მოგესალმება ყველას. დღესდღეობის სკოლა ბედნიერია ჩვენი აქ მოგზაურობა. რამდენადაც ხაზგაუდებელია ის შრომა, რომელიც მეხეთის სკოლისთვის გაგიწერია. არ არსებობს სკოლაში არც ერთი კუთხე-კუნჭული, ქვა, ხე, რომელსაც ხელი არ მიხდიათ და არ გიყვართ. ქონია ძალიან ბევრი ხილი, გაჭირვებაც, მძიმე დღეებიც, მაგრამ ერთმანეთის სიყვარული, თანადგომით ყველაფრისთვის გაგიწერია. დამიჯერეთ დღეს არ ჩვენ გვაქვს უფრო კარგი დღეები. ნეუბედობიჯამ ჩვენ მაინც მეცადეთ რამეს, აი ცოტა რაღაცით და ნუ დაგვიძრახავთ თუმცა აღარ გამოვიდა, მაინც გვესიამოვნებინეთ თქვენთვის. ერთი ლამაზი დღე კიდევ გვეჩუქნია. მოგცეყვარულებოდით, მოგფერებოდით. მოგვალოცა მასწავლებლის დღე. აი გვიან, მაგრამ გილოცავთ ყველას ამ დღეს. გილოცავთ დღევანდელ დღეს მცხეთობას. დღეგრძელი ყოფილიყავით. ძალიან დიდი სიცოცხლეს გისურვებთ ყველას. აღარ გამილოცდი ხარ გვერდით ყველას ხარ. ერთად გაგიზიარებია ის კარგი, ის ცუდი, ის საცხოვრებლად ის კარგი. გილოცავთ მასწავლებელთა დღეს, გილოცავთ ამ პატარა დღესასწაულს. იყავით ღელწერი, ბედნიერი, თქვენი ოჯახები, სულ დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. ყავით კარგად. მასწავლებელი რამზიანი სიტყვა. ალბათ ყველაზე სამუყვარი და ახლობელი ადამიანისათვის დიდი შედეგი. მასწავლებელი რამდენი ქეთად გაგემებული ღამეა, რამდენი უდროდ შერეული ჭაყარა, რამდენი ფიქრი და ბრძოლა საკუთარ თავთან და მაინც რამდენი ტკბილი მოწონება, რამდენი მადლობით გამთვარი გული. ბევრმა ჩვენგანმა არც კი იცის, რომ თუ რა მძიმეა და პასუხისმგებელი ეს მომალეობა. ატარებდი მასწავლებლის საქმეს. მასწავლებელს ხო ყველაზე მთავარი, ქვეყნის მომავალი, სამშობლოს ფარგლენდელი დღე აღარია. ამიტომაცაა მასწავლებლის შრომა ჭეშმარიტი გმირობა, ყოველდღიური შეუმჩნეველი და ამავე დროს ძალიან რთული და ძნელი. ამ შრომისათვის საუკეთესო ჯილდო კი იმის ხილვაა, რომ შენი მოსწავლეები გაიზარდნენ ნამდვილ ადამიანებად. აი ამიტომაც ჩვენ გვითხრეს მასწავლებლებს, მასწავლებლა აუცილებლად უნდა გავიცნობთ. ჩვენი საყვარელი ფოგი მამხორია. ცხიმალე გული ხურცილავა. კაპიანა კაკულია. ჩახვაცი ბრიშა. კანკია ლენა. ზუხბაია თინა.
ბუკია დავითი, ბუკია აპოლონი, ლატარია ტატიანა, ლომაია ურლიაშა, გერგაია ჟორჟი, რაისა კუკავა, ბუკია ნათალა და მერხაისის კიდევ ძალიან ბევრი ლუდანძრავა, რომელიმე მათგანით გამოვტოვე. და ამავე დროს ჩვენმა სკოლამ ბევრი მოსწავლეებით დაკარგა სკოლის პერიოდში. აი ეს თაშესმული ანგელოზები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაზრდილიყვნენ, მაგრამ რაღაცა დროის სიალმა, ავადმყოფობამ, უბედურმა შემთხვევამ ისინი შეიწირა. დღე, აი ერთი კვირის წინ ჩვენ პატარა ლევანი გავაცილეთ. აი ამიტომაც გადაიდო ჩვენი დღესასწაული. ნათელი დაადგეს მასწავლას. და ყველას თხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ სოფლად. მართლაც აქ დღეს რაც გაკეთდა, ყველაფერი გაკეთდა თქვენთვის, იქნება ლექსები, სიმღერები, ცეკვები, რომ კიდევ ერთხელ გაგახსენოთ თქვენზე. აი ეს გმირობა, ის უძილო ღამე და ცოტათი რამეთმა დასიამოვნებთ. სპეციალურად თქვენთვის დაიწერა პატარა მონტაჟი და დღეს აი ეს პატარა გოგობიჭები, რომლებიც მეთან შემოვიდნენ დარბაზში, წაიკითხავენ აი პატარა მოგზაურებ ლექსებს. აბა, არ დაგლოცო ისე როგორ გაგიშვა თქვენ კაცობის განუყრუნებელნო, ვინ გამიგებს სიყვარულს თუ კაერჩანს, თქვენზე უკეთ ჩემო მასწავლებელო, საძე როცა შემომხდები მხარგაში, თვალ დამფუქსე გევედრები ძალიან, მაგ შევერცხლ თმების კორიანტელში, ერთი თეთრი ციკნებ ჩემი ბრალია, არ დაგლოცო ისე როგორ გაგიშვა, ნუ ყარნეთი ახლა აღამტალია, ნას თვალებში ცოტა სხივი შეგაგდა, მაგ ცოდვაში ციკნებ ჩემი ბრალია, არ დაგლოცო ისე როგორ გაგიშვა, თქვენ კაცობის განუყრუნებელნო, ვინ გამიგებს სიყვარულს თუ კაერჩანს, თქვენზე უკეთ ჩემო მასწავლებლო.
4 ათეული წლის განმავლობაში კოკი მასწავლებელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. კოკი მასწავლებელი დღეს ჩვენთან არის. იგი ეთხოვება სკოლას. დაიბადა 1923 წლის აგვისტოში სოფელ ხეთაში შეძლებული გლეხის ოჯახში. პირველ დაწყებითი განათლება მიიღო საკვირიოს 4 წლიან სკოლაში. შემდეგ გადავიდა ხეთის სკოლაში და აი ამის შემდეგ ზუგდიდის პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა. 1946-50 წლებში სწავლობდა ქალაქ სოხუმის მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე. როდესაც დაამთავრა ინსტიტუტი, მაშინ მუშაობა დაიწყო 1 მაისის საშუალო სკოლაში. ხოლო 1951-53 წლებში გაგრაში ტექნიკუმში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 53 წლიდან მუშაობდა თორსის 8 წლიან სკოლაში, 66 წლიდან კი პენსიაზე გასვლამდე ჩვენ სკოლაში იყო. კოკი მასწავლებელი იყო ამჟღავნებით მუშაობის დარგში დირექტორის მოადგილე. იგი ყველას მიყვარდა ძალიან, იყო ძალიან განათლებული და ძალიან ბევრი რამე გაუკეთებია მას ხეთის სკოლისათვის. აი ამიტომაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით კოკი მასწავლებელო თქვენი დაუღალავი შრომისათვის, თქვენი გვაწვისათვის, თქვენ მართლაც ბევრი რამე გააკეთეთ, არა მარტო მოსწავლე აკადემიის საქმეში, არამედ თვითონ მასწავლებლების, პედაგოგების აღზრდის საქმეში. მაგალითად მე თქვენთან ძალიან დავალებული ვარ და მოდიწევით ყველასთვის მადლობას გიხდით და ნედა მე ყოფილიყავ ისეთი პედაგოგი როგორც თქვენი ვარ. ყველასთვის მადლობთ კოკი მასწავლებელო. ეწევა თავის მუშაობას, მაგრამ არა როგორც პედაგოგი, არამედ როგორც მთელი სოფლის ხელმძღვანელი. გრიშა მასწავლებელი დაიბადა 1927 წელს ნოჯიხებში. შევიდა 26 წელს შევიდა ნოჯიხების არასრულ საშუალო სკოლაში, 37 წელს სწავლა გააგრძელა ქალაქ ოჩამჩირის რკინიგზის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1942 წელს და იმავე წელს შევიდა ზუგდიდის քաղաք კომბინატის ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში. და საშუალო სკოლა ზუგდიდში დაამთავრა 1945 წელს. იმავე წელს დაუწყია მუშაობა ნოჯიხების კოლონიალობაში პროფესორების კოლექტივთან თანამედროვე 47 წლებში მუშაობდა საშუალო სკოლაში მასწავლებლად, 42 მასწავლებლად, საშუალო სკოლაში მას დაამთავრებია ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, ბიოლოგიური ფაკულტეტი. აი ასეთი არის გრიშა მასწავლებლის ცხოვრების გზა და გრიშა მასწავლებელმა ყველაფერი გააკეთა ჯერ ერთი არა მარტო სკოლაში როგორც მასწავლებელმა, არამედ ესე იგი ხეთაში როგორც ხელმძღვანელმა მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში მას უმუშავია როგორც ხელმძღვანელს. აი ამ განმავლობაში ძალიან ბევრი რამე გაუკეთებია სოფლისათვის. აი ამიტომაც ყველას უყვარს გრიშა მასწავლებელი და მთელი სკოლის სახელით, მთელი ხეთების სახელით გრიშა მასწავლებელო მადლობას გიხდით და კლავად გისურვებთ, რომ სოფლისათვის გეხელმძღვანელოთ და ყოფილიყავით ჩვენთვის მაგალითის მომცი. მადლობთ. გრიშა მასწავლებელო, თქვენთვის საკუთარი ლექსი წაიკითხავს ჩიქანავა ლადო და ცხვაანა. ჩვენი გუნდი კი მოგესალმებათ სიმღერით სულიკო და ამავე დროს ჩვენი მოცეკვავეები ქართულ ცეკვას მოგაგრძელებთ.
სკოლაში გადაგიხადე. მასწავლებელი ჩვენი დედა, მასწავლებელი საუნჯე ცოდნის, ჩვენი ლამაზი ფიქრებისა და ამეუძლოდ შეძენილ ცოდნის, მასწავლებელი ცოდნის საუნჯე
მასწავლებელი ნამდვილად სამდომიანი ქალი არის. იგი ყველას ყოველთვის მოგზაურობა, ყოველთვის ჩაცმული დადგმულთა სკოლაში. ბავშვებს ძალიან უხაროდათ, როდესაც ლენა მასწავლებელს ნახავთ. უყვარდათ და უყვართ დღეს. აი ამიტომ ჩვენი მუშაობის ძალიან დიდ მადლობას გიხდით სკოლა. დიდხანს თქვენ შვილიშვილებთან მეგზელი იყავით. მინა მასწავლებლის ანისა მასწავლებლის ლენა მასწავლებლის გვერდის იმყოფება. ყოველთვის მასთან ერთად ისიც ფიზიკა და მათემატიკას ასწავლიდა სკოლაში. მინა მასწავლებელი დაიბადა 1927 წელს თბილისის რაიონის სოფელ ლუქაში. სკოლის დამთავრების შემდეგ 1950 წელს სწავლა გააგრძელა ქალაქ თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. შემდეგ კი თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში დაუწყებელი გაფორმების იმავე ფაკულტეტზე. 1950 წელს მუშაობა დაიწყო ქარიანის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, სადაც მუშაობდა 1960 წლამდე. 1962 წელს მუშაობაში დაიწყო პედაგოგიურ სკოლაში, სადაც იგი სპეციალისტი გასწავლდა მუშაობა. მინა მასწავლებელი ორივე ჩვენს Thank you.
და როგორც უცხოელებს შეეფერება იგი რაღაც განსაკუთრებით ჩაცმული მოდიოდა სკოლაში. რაღაც რაღაცას გააკეთებდა ისეთ თავის ჩაცმულობაში, რომ იმით ხასოსონდა, რომ ის ძალიან მომხიბვლელი, ძალიან კარგი გემოვნების მქონე ქალბატონი იყო. მერი მასწავლებელი დაიბადა 1928 წელს 22 დეკემბერს სოფელ ხანიშში, მოსამსახურის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ხამისპურის დაწყებით სკოლაში, შემდეგ გააგრძელა ხამისპურის 7 წლიან სკოლაში სწავლა და სწავლობდა ზუგდიდის პირველ საშუალო სკოლაში, როგორც მედიცინის მასწავლებელი, რომელიც დაამთავრა 1945 წელს. და თურმე 1945 წელს ზუგდიდში პირველ საშუალო სკოლად პირველად სიმწიფის ატესტატი გასცა და ეს მიიღო ჩვენმა ბევრმა მასწავლებელმა, რომელმაც 45 წელს ზუგდიდში დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ გააგრძელა სწავლა ქალაქ სოხუმში, ლავრენტი ბერიას სახელობის იყო მაშინ პედაგოგიური ინსტიტუტი, უცხო ენათა ფაკულტეტზე ინგლისური ენის განყოფილებით, რომელიც დაამთავრა 1951 წელს. მუშაობა დაიწყო ბაღმაგარის საშუალო სკოლაში მასწავლებლად. ერთად ოშკოდან ერთად ცხოვრობს, უსურვოს დიდი სიცოცხლე, კარგად იყოს და მადლობა ყველაზე საქმის მერი მასწავლებელი. მასწავლებლის რომად მირობა, ყოველდღიური და შეუმჩნეველი.
წერილით მერეკიან ცდელი მასწავლებისაგან. ცოდნით შემეცებული სიცოცხლის მუნიჭებელი დედა გონების გამანაცდელს მასწავლებელს მედა. მასწავლებელი უწმინდესი ადამიანი უნდა იყოს. სადროით გვაქვს უნარი აქვს მოთმინებით აზიაროს მოსწავლე ცოდნა და სამშობლოს აღუზრდოს სეული მოხალე. ერთი ახალგაზრდა Dit gaat, dit is ons nog iets. Kijk, je hebt zo even.
მაგრამ ძალიან ადრე დააშვება. სულ კარგად ეთერი მასწავლებელი. ეთერი მასწავლებელი დაიბადა 1922 წელს სცენაში. მოსამსახურე და მე-16 კლასელები გააკეთებენ ინსცენირებას. ნოდარ გუმბაძის, რომელიდან მე ბერგერი იყო და ილარიონი. სამშობლო მასწავლებელო. ძალიან მიყვარს მე სამშობლო მასწავლებელო. დაიწყე ნორმალურად. თავარია კონდეს ფული, რომარი ხოდა ჩაგრული, ოცხატი მასწავლებელო თავი მიყვარს. სამშობლო მიყვარს და მასწავლებელი მიყვარს. გაეცნიე გარეთ. გავეცნი, მაგრამ კლასში ვერ გადარჩება. ვინც დარჩება ის ისწავლის. გახეული კალორში და გახეული ადამიანის სრული ბედნიერებისათვის აუცილებელია საკონომატო სამშობლო.
იბასიან მშობლები, შვილები, მამობები, ნათესავები. მაგრამ სიყვარულზე ყოველგვარი წარმოდგენა ქართლის ერთ სიტყვაში დაეცეფი სიტყვარის სამხედრო სიყვარული, რომელი პატრიოტული ადამიანი დაიწყეს ყოფას, მოკვდეს სამშობლოსათვის. თუ კი ამით სარგებლობას მოუტანს მას როგორ გესმის ბავშვებო სამშობლო სიყვარული? ჩემო ქვეყანა შენი ვარ, შენ ჩემო სულის ცისკარო, შენ მუდამ გულით მიყვარხარ, შენს გარდა ვინ შევიყვარო. ერის წყული მაჩდეს წყულა, მეწოდეს მის ტანჯვით სული, მის ბედი და უბედობით დავედაგოს მტკიცე გული. სამშობლოს არ ვიწავართმებ, ჩვენს გულში შეგვეცილება, თორემ ისედაც დავაყრეთ, არცაც კი გაეცილება. ჩემი ხატია სამშობლო, სახადე მთელი ქვეყანა. მას დედის სუძუ ტკბილი შხამადად შერგებია, მამლისათვის სიკვდილივისაცი დაზარებია. სამშობლო მარტო ის არ არის, რასაც უყურებ. სამშობლო ის არის, რაც მომავალში იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავლისათვის იშრომო დაიღვაწო, სისხლხორცეულად ჩაერთო მის აწმყოსა და მომავლისათვის ბრძოლაში. მაშ მამის თავი შეასწირო, სახსნელად გამოსახსნელად, თუ მისთვის დავიხოცები, ესეც გვასახსნა. ერთი სიტყვით სამშობლო რომ შექმნა, მას უნდა მისცეს სისხლისა და გულის ნაწილი. უამისოდ სიყვარული არ იახსენებს, უსიყვარულოდ კი სამშობლო წარმოუდგენელია. მაშვრისთვის მინდა სიცოცხლე, სული რა დამრჩა პირში, თუ კი არ გამოვადგები სამშობლოს გასაჭირში. მას სამშობლო სიყვარული არის მემკვიდრეობით ნაბოძები უდიდესი ისინგივე. პლიუს შიჩათული შენი სიყვარული ვარდი, აწმოსა და მომავლისათვის. მასწავლაში მომშურდე. კირა ცენტრში გაგვიდე. უსწავლელი ვაჟი კაცი სიბერის დროს გაცმიდე, სწავლის დირექტორი არის სინდეროში გათვლილი. Mama,
Signegi agera.
ჯანმრთელობას და ბედნიერებას. და ამავე დროს იმ დიდი ღვაწლისას, რაც ჩვენ პედაგოგურ კოლექტივს გაუწევია, რაც გვიმუშავნია, დაგვიფასე, დაეფასებიოს თქვენთვის, ღმერთს, ადამიანს, კაცს და ყველაფერს კაცს, ჯანმრთელობა, სიცოცხლე, სწავლა, განათლება და ყველა ბედნიერება თქვენთან იყოს და მადლობა გიყვართ. Andrea, go on. ამაში ასეთი სიტყვა დაე მუდამ მიყოს იმდენად რამდენადაც განათლების სისტემის აღმასვლა დაბლიდან იწყება თქვენი აღმასვლაც იწყება საბავშვო ბაღიდან, პირველ საფეხურიდან. მოგიძღენით ალბომი ჩვენი ცხოვრების მატიანე, რომელიც ჩვენი მუშაობის 30 წელს ითვლის და ბოლო ფურცელი უკვე მიიღურა, ისე რომ აღარ ეტევა ღონისძიებები და ჩატარებული. ესე თქვენთვის მინდა კიდევ საჩუქრად მოგართვა ჭრაობის შესახებ გაკეთებული ალბომი. ძალიან ვთქვით ეს გამოჩნდება. ასე მოვიდა თვითუკვდავება. საქართველოს ასულები, რომელიც მიუძღვენი ნათელა ჩვენ ნათია ბაჩალაშვილის ხსოვნას. იმდენად რამდენად ნათია არის ჩვენ კლიმენტი ლატარიაშვილი და აქ სულად მოთავსებულია იმ ჩატარებულ ღონისძიებაზე, რომელიც ბაბუა კლიმენტისთან ერთად გადავიდა.